დღეს საგურამო ჰესი იხსნება ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც ესწრება და პირდაპირ ეთერში ვთავთ საგურამოს. Stუმრებო, ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრებო, დიდი მადლობა მომზადებისთვის და ხარდაჭერისთვის. აი რამოდენიმე წუთში საგურამო ჰესი შევა ექსპლუატაციაში და გახდება საქართველოს ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი. საგურამო ჰესი ეს არის ულტრათანამედროვე ჰესი, რომელიც აღჭურვილია ავსტრიული დანადგარებით და უმოკლეს პერიოდში ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აშენებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი. მთელი ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 11 მილიონ ლარზე მეტი რესურსი მოზიდული იყო TBC ბანკისგან ლარის რესურსი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მხარდაჭერა ჰესის შენებლობაში გაგვიწია ჩვენო მთავრმა აქციონერმა BGO ჯგუფმა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. თვითონ შენებლობის პროცესს აწარმოებდა ქართული კომპანია სპეცჰიდრომშენი და ტექნიკურ ზედამხედველობას ამ პროცესს უწევდა შვეიცარიული კომპანია შტუკი. უმოკლეს პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, იქნა აშენებული ჰესი. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 4.5 მეგავატი და წლიური გამომუშავება იგეგმება 130-150 მილიონი კილოვატი წელიწადში. ეს ჰესი მიიღებს დიდ მონაწილეობას თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების სტაბილურ განვითარებაში. დიდი მადლობა კოლექტივს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამ პერიოდში მუშაობდა. ჩვენ ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრება ქვეყნის პრემიერი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და გადავცემ სიტყვას მას. დიდი მადლობა. მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და საგურამო ჰესის მშენებლობა დასრულდა და დღეს ეს ჰესი ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. სწორედ ამ ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი განხორციელებულია მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით და კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესის საშუალებით შესაძლებელი გახდება კომპანია Georgian Water and Power-ის სათაო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში გარანტირებული იქნება სტაბილური წყალმომარაგება. აღსანიშნავია ის, რომ აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს თანაბარი სიმძლავრით და გარდა ამისა შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება. ამ პროექტის განსახორციელებლად Georgian Water and Power-მა 100 მეტი ადამიანი დაასაქმა. გარდა ამისა, მისასალმებელია, რომ კომპანია ასაქმებს ახალგაზრდა ჰიდროენერგეტიკოსებს, ჰიდროინჟინრებს და ასეთი ნდობის გამოცხადება არის ძალიან კარგი და მისასალმებელი პრეცედენტი. ჯერა რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ამ ნდობას გაამართლებენ და თავიანთ წვრილს შეიტანენ დარგის განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ეს პროექტი არის გამოცდილ ევროპელ პროფესიონალებთან ერთად წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადებითი მაგალითი და გახლავთ ნამდვილად ახალი სიტყვა საქართველოს ენერგოსისტემაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ქვეყნის მიმზიდველ ეკონომიკურ გარემოსთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი სტიმული უკვე ახალი პროექტების განსახორციელებლად და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია Georgian Water and Power-ს, ყველა მის პარტნიორს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და წარმატება უსურვო შემდგომ საქმიანობაში. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა საგურამოდან, სადაც დღეს ახალი ჰესი გაიხსნა. დღის სხვა